სამი ხილი, რომელიც ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელებაში. გაინტერესებს რომელია? მიყურე ბოლომდე და თუ რამე დაგაინტერესებს, პირადში მომწერე. პირველი, ეს არის კივი, ჩვენი საყვარელი მწვანე ხილი, ეგზოტიკური. მეორე გახლავთ ჟოლო, რომელიც ყველაზე მეტ უჯრედის შეიცავს და შესაბამისად ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს მონელებაში და მესამე გახლავთ მოცვი. ცოტა ძვირია, მაგრამ დიდი რაოდენობის ჭამა მაინც არ არის საჭირო. შეგიძლიათ დაუშვათ 100 გრამი, 50 გრამი შეურიოთ თქვენს წახემსებაში ან საკვებში და აუშვათ რძის პროდუქტთან ერთად მიიღოთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ძალიან მაგარ შედეგს. ოღონდ გაითვალისწინეთ, ეს და ნებისმიერი სხვა ხილი, გინდა საჭმლის მონელებაში რო ეხმარება, გინდა დაბალკალორიული როა, გინდა ძალიან რო გიყვართ თქვენ სეზონში მოყვანილიც რომ იყოს. ჭამეთ დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში არანაირი ხილი არ მიიღოთ. თუ გინდათ რომ წონაში არ მოიმატოთ და მერე მართლა ჩემთან მოსვლა არ დაგჭირდეთ წონის დასაკლებად. დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ პირადში. მოდი ვილაპარაკოთ.